მუსიკა ჩემთვის არის მთავარი და ყველაზე დიდი საშუალება გრძნობის და იმ მდგომარეობის გამოხატვის უნარი. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ მუსიკოსი, განსაკუთრებით ჯაზი ეხმარება ამაში, იმიტომ რომ არ უკრავ დაწერილს, უკრავ იმპროვიზაციას და იმპროვიზაცია არის ყველაფერი, რაც შენ თავში იმ დროს იმ მომენტში ტრიალებს. ყველაფერი დაიწყო 3 წლის რო ვიყავი და რომ დაუკარი ჯოპლინის რეგტაიმი. აი იქიდან მივხვდი რომ მუსიკა იყო მთავარი რამე ჩემ ცხოვრებაში, რომელიც არასდროს არ იმატოვებდა. ჩემი მთავარი მეგობარი. პირველი შეხება მუსიკასთან იყო უკვე ძალიან სერიოზული. იმიტომ რომ ეს არ იყო ისეთი რომ არ ვიყავი დარწმუნებული რომ მე თქვათ მინდოდა სხვა დარგში ან სხვა პროფესიით სხვა განხრით განვითარება და დაკავება. არამედ ეს იყო სერიოზული გადაწყვეტილება თავიდან. ალბათ ამიტომაც მოხდა ესე ადრე დაწყება. მთავარი მომენტი ჩემს მუსიკალურ კარიერაში თუ შეიძლება ესე რომ დავარქვათ, იყო იმის მერე რაც გავიცანი ზურა რამიშვილი, ჩემი მასწავლებელი და გითხრათ არა მარტო მუსიკაში, სხვა ცხოვრებისეულ დეტალებშიც ჩამოვიდა გონდოლიძე რაისი, შევხვდი გონდოლიძე რაისს. გავიცანი საქართველოს პრეზიდენტი, მეორე დღეს მივიღე დაფინანსება, ომის გამო ვერ წავედი მაგ წელს და შემდეგ წელს წავედი სასწავლებლად ჯულიარდში. მაგრამ მაინც კიდევ ერთი რასაც ვერაული გვერდს იყო ლენი ვაიტის გაცნობა ლატვიაში საუკრასტი ჯაზ ფესტივალზე, როდესაც მივხვდი რომ სხვა რამე იმ ხალხთან დაკვრა, ვინც შექმნა ეს მუსიკა. 3 წლის ჩავედი ჯულიარდში, შევედი და გავიცანი მუსიკოსები. პირველად იქ მომიწია ამერიკელ ტრიოსთან დაკვრა. ერთი რეპეტიციით ისე გავიზარდე მუსიკალურად უცებო. საერთოდ სხვა რამე შემხვდა და შემრჩა ხელში და ყურში. ჩვენ დავიწყეთ ჩემს შეშენებზე სიარული, გავიცანი ეს მუსიკოსები, დავიწყე მეგობრობა მათთან, მე გავიცანი ჩიკორეა. ესე ხდება ამას რაღაცად დამკვიდრება საერთოდ ცხოვრებაში არ არის მნიშვნელობა მუსიკაში თუ სხვა რომელიმე დარგში ვერ დაგეგმა ვერასდროს. უბრალოდ ეს არის მიზანი და გეგმის მიხედვით იმის შესრულება თავდახრილი მუშაობის და იმ ადამიანების შედეგი, ვისაც ჩემთვის რამე გაუკეთებია ცხოვრებაში, ჩემი კარიერისთვის. ზარმაცი ვარ, გამოგიტყდებით. მაგრამ არ გპატიობს ნიუ-იორკი. სიზარმაცის, იმიტომ რომ არ გაძლევს მაგის საბაბს. ნიუ-იორკი თუ მოგწონს, ნიუ-იორკი გაძლევს იმ მუხტს და სტიმულს, რომ იმდენ მოგწონს, რომ უნდა იმუშაო. საერთოდ რაც მოგწონს, ყველაფერი არის შრომის შედეგი. ამიტომ მე უფლება არ მქონდა, რომ ჩემი დაკრული მუსიკით, როდეს მე
დამესვა წერტილი. ყოველი კონცერტის გასვლის წინ არ მახსოვს რას ვაკეთებ. იმიტომ რომ გავდივარ კონცერტზე და ვუკრავ. ყოველთვის მეკითხებიან ხოლმე რომ რას ფიქრობ მუსიკის დროს. მუსიკის დროს არ ვფიქრობ. ეს იგივე კითხვა დაახლოებით რას ფიქრობ ფიქრის დროს. მუსიკა უკვე ფიქრია. რასაც ფიქრობ, იმას უკრავ. თავარი ძალა არის დიდი მუსიკოსების ლეგენდები, ვინც არსებობენ. ყოველთვის ეგრეა ყველა სფეროში. იმიტომ რომ ის შენ გაძლევს სტიმულს, რომ მე ეს გავხდი. მაგრამ ეს უკვე როცა შენ გეხება, არასდროს არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაც კონკრეტული ჰორიზონტი და რაღაც წერტილი, რომ შენ მაგას უნდა მიაღწიო. უნდა მიაღწიო პროცესი. პროცესი არის ჩემთვის ჰორიზონტი. რომელიც პროცესი ყოველთვის პროცესის მნა არის. ყოველთვის გრძელდება და არასდროს არ მთავრდება. ეს არის ამ პროცესს თუ მიაღწევ, უკვე ის გახდები, რასაც ჩვენ რაღაცის ან ვინმე ყოფნას ვეძახით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საყვარელი კომპოზიცია მაქვს და საყვარელი კომპოზიტორი მყავს. თუ ვადარებდი ჩემს ცხოვრებას, შევადარებდი მუსიკას, იმიტომ რომ ეს არ დიუკანექტონი ამბობდა, არ არსებობს კარგი და ცუდი ჟანრი, არსებობს კარგი და ცუდი მუსიკა. ამიტომ ესე ტოტალურად შევკრათ როგორც მუსიკა ჩემი ცხოვრება. ჩემი წარმატების ფორმულა არის განვითარება პიროვნულად, მუსიკალურად, დაფასება ყველა იმ ადამიანის, ვისაც ჩემთვის რამე გაუკეთებია. ცხოვრებაში მტრის და მოყრის გარჩევა, ვერ დაუკრავს ადამიანი დიდ მუსიკას და ღრმა მუსიკას, თუ არ იყო პიროვნულად ღრმა. ვერ ვიტყოდი რომ ეხლა ღრმა პიროვნება ვარ, მაგრამ სიღრმისკენ ალბათ ეგ გზა მომწონს და ეგ გზა მიყვარს. ამიტომ ეს არის ჩემი მიზანი, პირველ რიგში ვიპოვო ჩემი თავი, გავხდა ინდივიდუალურად ყოფი მუსიკოსი იმ ასპარეზზე, ვინც შექმნა თავისი სტილი. სხვა შემთხვევაში იქცევა ბანალურ მუსიკად. ჩემი მუსიკა და არსად არ წაიკითხება, არსად არ მოისმინება. ამიტომ ეს არის მთავარი მიზანი, ჩემი თავის პოვნა, ეს არის ჩემი მთავარი ფორმულა.